აი ჩვენ გვეუბნებიან არაბული ინვესტიცია, ვიღაცამ შენებელი ჩამოვა აქ 6 მილიარდს დახარჯავს, ააშენებს და გვეუბნებიან რომ ეს ძალიან კარგია, ეს მოიტანს 500 მილიონს წელიწადში თუ ისიც მუდმივად ხარ მოიტანს არა? რამდენჯერმე 500 მილიონს მოიტანს ბიუჯეტში შემოსავალს. აი მე მინდა უთხრა ამ ადამიანებს რომ დღეს სხვა სამყაროა და რომ თქვენ გაიაზროთ რა არის ეკონომიკა და რა არის ბიზნესი, ამისთვის მე ვთხოვ ოპერატორს თუ შეიძლება ჯერ გვანახოს აი მე მოვამზადე ცხრილი რა ღირს კომპიუტერული პროგრამები და რა დაჯდა მათი შექმნა. აი პირველი ცხრილი გვაჩვენეთ, თელეკრანზე გამოიყვანეთ თუ შეიძლება. აი აქ რა გვინდა ვნახოთ. თვითეული ამის შექმნა დაჯდა 60 მილიონ დოლარზე ნაკლები. აი ნახეთ. WhatsApp-ი. რა არის WhatsApp-ი? ეს არის სატელეფონო სისტემა, რომლითაც ჩვენ ვრეკავთ, რომლითაც ერთმანეთს შეტყობინებებს უგზავნით, შეიძლება ვიდეო ჩავწეროთ, ვიდეო საუბარი იყოს. WhatsApp-ის შექმნა დაჯდა დაახლოებით 58 მილიონი დოლარი. შექმნა მთლიანი ამ სისტემის 60 მილიონზე ნაკლები. დღეს WhatsApp-ი ღირს 60 მილიარდი დოლარი. დღეს ღირს. შემდეგი არის Telegram-ი. 60 მილიონ დოლარზე ნაკლები დაჯდა მისი შექმნა, 40 მილიარდი ღირს დღეს. შემდეგ სულ მოდის სისტემები, რომლებიც არის ძირითადად სატელეფონო კავშირი, ვიდეო კავშირი, შეტყობინება, დააკვირდით ფასებს. ყველა 60 მილიონზე ნაკლები დაჯდა. 60 მილიარდი, 40 მილიარდი, 27 მილიარდი, 25 მილიარდი, 20 მილიარდი. Facebook-ი, რომელსაც ყველა იცნობს. Facebook-ის შექმნა დაჯდა 60 მილიონზე ნაკლები და ღირს 320 მილიარდი მარტო Facebook-ი, მაგრამ ეხლა Facebook-მა იყიდა WhatsApp-ი და Instagram-ი. ახალი სახელი ეწოდება მას, Meta ქვია და Meta უკვე გაერთიანებული სისტემა ღირს 1.8 ტრილიონი. გესმის? Facebook-ის შექმნა ცალკე 60 მილიონზე ნაკლები დაჯდა, WhatsApp-ის ცალკე 60 მილიონზე ნაკლები დაჯდა, Instagram-ის ცალკე 60 მილიონზე ნაკლები დაჯდა და ერთად ჯამში ესენი 1.8 ტრილიონი ღირს. Uber-ი, ეს არის ტაქსის გამოძახების სისტემა, 60 მილიონზე ნაკლები დაჯდა, ისიც ღირს რამდენი 160 მილიარდი და ბინების გაქირავების სისტემა არის, რომელიც ასევე 60 მილიონზე ნაკლები დაჯდა და 195 მილიარდი ღირს. აი ფასები. ეხლა მეორე, მოდი ვნახოთ. მეორე ცხრილი გვანახეთ თუ შეიძლება, თუ არ შეწუხდებით და დავინახოთ რა ღირს კომპანიები. სოფლიოში ყველაზე დიდი 8 კომპანია, ყველაზე დიდი 8 კომპანია პლანეტაზე. ყველა ციფრული ტექნოლოგიების სფეროში, ანუ ხას უსვავ. გაზის კომპანია კი არაა ყველაზე, არც ერთი გაზის კომპანია არ შედის 8 სოფლიოში უდიდეს კომპანიაში. არც ბენზინის კომპანია, მით უმეტეს მშენებლობის კომპანია. 8 ყველაზე დიდი კომპანია სოფლიოში, ყველა ციფრული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობს. აი აგერა ASIA, NVIDIA, Microsoft, Apple, Alphabet, ეს არის Google, აი ყველა მიცით. აი ეს სისტემებია, ბოლო არის TSMC, ეს არის ტაივანის კომპანია, რომელიც ქმნის მიკროჩიპებს და მობილურ ტექნოლოგიებში მუშაობს. ფასები ნახეთ რა არის. ეს კომპანიები რა ღირს? NVIDIA ღირს 4.9 ტრილიონი. ყველა ეს კომპანია ღირს ტრილიონები. თქვენ გესმით რა ფულზეა ლაპარაკი? საქართველოს ბიუჯეტი არის რამდენიმე ათეული მილიარდი და აქ არის ტრილიონებზე ლაპარაკი, ტრილიონებზე. ეს არის ყველაზე დიდი რატომ არ ქმნის ჩვენი ხელისუფლება ამ მიმართულებით არაფერს? დადოს ბიძინა ივანიშვილმა 60 მილიონი დოლარი და აგერ ჩვენ დავეხმარებით და ჩვენ პირობას ვდებ რომ ჩვენ შევქმნით სისტემას, რომელიც იქნება WhatsApp-ის კონკურენტი და ეღირება 30, 40 და 60 მილიარდი. მაგრამ არა, ამათ უნდათ ვიღაცა მშენებელი, იმიტომ რომ სხვა ინტერესები აქვს, არც სამშობლო უყვართ, არც ქვეყანა უყვართ, საერთოდ რა უნდათ, არც ესმით ეს აზროვნება არა აქვს, რომ ფული ამაში ჩადე 60 მილიონს, დადებ 20 მილიარდი მინიმუმ ღირს ის სისტემა. ესეც არ უნდათ.